თქვენ წინაშია მისი უბრწყინვალესობა დეინა, ცნობილი ბიუთი ბლოგერი, არაერთი წარმატებული ჩენელის წამყვანი, 1000 რეგულარულად ნახული რილსის ავტორი, დამწყები მსახიობი და მომღერალი, Facebook-ზე სახელთან ლურჯი ბწიჩკის მფლობელი, Instagram-ის თავმდაბალი მშვენება და ასევე მრავალი ჯერ კიდევ გაუხსნელი ნიჭის მოსიარულე კალათა. ამას ჯონ სნოუ ქვია. ესეც უსაქმურია. დამპალი გამომწერები, ვერ ვიტან ამათი. უბრალოდ ბანზე ვიდეო დადე და ბევრი დიზლაიკი გაქვს. რამდენი ხანი უნდა იტირო მაგის გამო? ცუდი კომენტარები დაწერეს. იმიტომ რომ ცუდ რაღაცეებს იღებდი. ძროხის მძღნერი მესროლეს. დამშვიდობებისას თქვი დიდება რუსებს ჩემო მეგობრებო და რასელოდებოდი დაიგულს კი არ მოგიტანდა ვინმე. არ ვიცოდი, მეგონა კაის ვამბობდი, ეხლა რა ვქნა? მოჯვა და გაქნა. უი, კაი აზრია, მაგას გადავიღებ და დავდე. რატო არ მილაიქებ TikTok-ის ვიდეოებს? ძალიან საინტერესო ვიდეოებს ვიღებ. მაგალითად ლაიფჰაკები, როგორ უნდა მოკლა ადამიანი მშვილდისრის მეშვეობით. ასევე ექსპერიმენტებს ვატარებ, რა იქნება თუ საზამთროს მესამე სართულიდან. რა ტვინი გაბურღეთ თქვენი TikTok-ებით? აი რა მოვა საზამთროს მესამე სართულიდან. გუშინ საღამოს მიტინგი რო იყო. ნიღბიანმა ზდონდერმა ქალიცემა დუბინკით. შემდეგ კი სია ამოვაგდეთ და ყველა ვიპოვეთ, მაგრამ თითის ანაბესტებმა შენამდე მოგვიყვანა. ანუ შიშისგან სახშეთ ნიღბით დადიხარ. რა გავაკეთო ძმაო, ჩემი ნება კი არაა. ბრძანება მოდის ჩვენ ვასრულებთ. თან პაходу დღეში მიხდიან 1000 ლარს. ადამიანი თუ უცემე ბონუსად კიდე 50 ლარს მიმატებენ და ქალი თუ უცემე კიდე 55 ლარს. შენც ესე იზავდი, შენც ესე იზავდი ჩემ ადგილზე. არ იზავდი? აბა მითხარი. რა დააშალა ამ ახალგაზრდამ? სუქიშანზე მწვანე აინთება თუ არა, იმ წამში იწყებს დასიგნალებას და ყველას იხოლიებს. მოკლედ ტიპიური BMW-შნიკია. ეს და ამის ნაირები ყველა დასაჭერია. ყველა გზა ჩვენ გვეკუთვნის. აუცილებლად დაისჯება. კიდევ მაქვს სათქმელი? ყურადღებით გისმენთ. ეს გოგო მოტოთი დადის ღამე და სპეციალურად მთელ ხმაზე აბღუილებს და ყველას აღრიძებს. აუცილებლად დასასჯელია. ამის პატიება არ შეიძლება. დაგვტანჯეს გზის პირზე ვცხოვრობ. საკმარისი მოვისმინეთ. ორივე დაიჭირეთ და გამოქვაბულში დაამწყდიეთ ამათი დედა მოთხან. იმედია კარგად დასჯით ამ ბოროტ ხალხს. თქვენზეც მოვისმინე რაღაცეები და ბევრი სიახლე გავიგე. თურმე ყველა მესიჯს სინავთ და არავის პასუხობთ. ასევე, როდესაც გადაობა ვიდეოს ჩაგიგდებთ, პასუხობთ ნახული მაქვს იმის მაგივრად, რომ გაიცინოთ და გული გაუთბოთ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თქვენი ყველაზე დიდი ცოდვა ისაა, რომ თურმე ჩათლახი მაკლერი ხართ და ხალხს ამწარებთ. ერთი ახალგაზრდა ყავს, რომელმაც თქვენი სამივე ცოდვა თავის თავზე გამოცადა. გამიშვით, დავტოვებ სამსახურს, გამიშვით, აღარ ვიქნები მაკლერი, გთხოვთ, გამიშვით. ეს ვინ მოიყვანეს? კაბა გაიხადო, სიტყვებ ხვერები კიდია. რაზეა საუბარი ბიჭებო? შენ რატომ მოხვედი? ჩვენ საიტზე სხვა გამოვიძახეთ. მე უკეთ გაგიმკლავდებით სულ ყველას. პროფესიონალი ვარ ჩემ საქმეში. პორნოვარსკვლავი ვარ. პორნოვარსკვლავი კი, მაგრამ კაცი გამოვიძახეთ. თალებს აქ ვერ ვხედავ და ამდენმა კაცმა რა უნდა აკეთოთ?
ტრაქში ტყნაური გვინდა გოგო, რა ვერ გაიგე. ანუ აქ შეცდომით ვარ და წავიდე? ო, დადი მალე რას გვეტენები? გალი შეგვტენეს ბიჭო. ანეკდოტს მაინც მოგიყვებით. ტყუილად ხომ არ მოვედი ამ ხელა გზაზე. გისმენ დაბა. ქალი ჯოკერივითა, ხან შეგეტენება, ხან წაგეგლიჯება, მაგრამ თუ გაიხიშდე, მაგრად ტეხავს. წადი მალე სანამ დაცვას დაუძახე კიდე აქ ხარ? თქვენაირი პიდარასტები არ უნდა არსებობდნენ, ამიტომაც დასაწვავები ხართ სულ ყველა. მეგობრებო, დღეს კიდევ ერთი დამნაშავე დავიჭირეთ. ტრაილერით მეორე ტრაილერს უსწორდება აბგონის მაგივრად და ორივე ხაზს კეტავს. ვერც გადაასწრებ და ვერც აუვლი. თვითონ კი მეგობარ ტრაილერის მძღოლს ესაუბრება ტკბილად. მერე რა პრობლემაა, ტო? უნამუსო და უსინდისო კაცი ხარ, ეგაა პრობლემა. გურგენჩიკას რო დავინახავ, არ მოვიკითხო, ტო? სულ რაღაც 10-15 წუთი თუ გავესაუბრე, დიდი ამბავი. ვერ მოიწმენენ მანქანები? ძალიან დიდ საცობს რო ქმნი ეგ არაფერი? იქნებ ვინმეს პატარა ბავშვთან ეჩქარება ან ავადმყოფ მამასთან. ქვეყანა რო დაიქცეს, ახლობელს რო დავინახავ ტრასაზე, მაინც გავუსწორდები და ცოტა ხანი გავესაუბრები. ნახევარი საათი ყველა მოითმენს. ჩავადედის მუტელო. გააჯვი მეცადინე ლაწირაკო.